მოგესალმებით ძვირფასო პეკატიველებო, ჩვენ ისევ მოგიხმეთ დღეს ჩემს ავტორო გადაცემაში, დიდი გარღვევა. ჩემი დღევანდელი სტუმარია თქვენთვის და გონიერი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ბატონი თემურ გიორხელიძე, პროფესორი, მეცნიერი, მკვლევარი, ანალიტიკოსი, რომელიც ძალიან ხშირად არის შედარებით მცირე ტელევიზიებში, მაგრამ დიდ ეკრანს არ გაგარებენ, ხო ბატონო დემო? რატომღაც? არა, ჩემ მქონდა ამ თემაზე საუბარი. რატო? ეშინიათ მისი თუმცა სწორი ანალიზი. ძალიან გავლენიანი ხალხმა მიმანიშნა, რომ თუ ჭკვიანად ვიქნები ტელევიზიას გამიხსნი. ანუ აუში წყალს შაგისხამენ, ხო? მე უნდა ავირჩიო, ვიყო ჭკვიანად ჭყალებში, თუ გავაგრძელო ასე. ეხლა ბატონო დემო, ჩვენი დღევანდელი საუბარში, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი საუბარი ისე ვერ ჩაიulis თუ არ დავიწყებთ იმ მოვლენებით, რაც რუსთაველზე ხდება ცხადია. ოღონდ თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთი უნდა გთხოვოთ და მინდა მივმართო ჩემს მაყურებელს, რომ პატარა გარღვევისთვის მოემზადონ იმ ინფორმაციას მივაწოდე ახლა, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ დღეს ქართული საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ იმ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე და რუსთაველიდან მიმდინარე პროტესტებში აქტიური მასა არის ჯანზითაობა, ეგრეთ წოდებული ჯანზითაობა. ეხლა ვინ გულწრფელია, ვინ შეცდენილია, ვინ დავალებას ასრულებს და პლუს უფროსთაობაც ზუსტად ასევე. ეს ჯერ არავინ არ იცის, ეს გამოჩნდება მოვლენები როგორ წავა. მაგრამ ხედავთ, რომ ახალგაზრდული პროტესტი და ახალგაზრდების რაოდენობა იქ ჭარბობს. მე არ მინდა არავითარი შეფასება გავაკეთო ჯერ, მაგრამ მე თვითონ ბატონ დემურსა შეხება აქვს ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა თაობასთან, კითხულობ თქვენ ლექციებს, გაქვთ მუდმივი ურთიერთობა, ასევე ვარ მეც სამეცნიერო პედაგოგიურ მუშაობას ვეწევი რამდენიმე უნივერსიტეტში და მაქვს დიდი შეხება მომავალ ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი ჩემი დისციპლინის ანალიტიკური ჟურნალისტიკის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ ეგეთი დავალება სემესტრის დასაწყისიდანვე. დააკვირდნენ ვინმე ჟურნალისტს, ანალიტიკოს და მთელი სემესტრის მანძილზე შეისწავლონ მისი შემოქმედება, მისი ოსტატობა, მისი ყველაფერი და მე წლის ბოლოს ვაჯამებთ ამ ყველაფერს. და ჟანრების მიხედვით აკვირდებიან თითოეული თავის მიერ შერჩეულ ჟურნალისტ ანალიტიკოს. მე სემესტრის ბოლოსკენ დრო დგება, ისინი არჩევენ ერთმანეთში არჩევენ დემოკრატიულად, შეთანხმდებიან, თუ ვინ უნდა მოვიწიოთ და ვინ უნდა ესაუბროს ამ პროფესიულ ოსტატობაზე, ანალიტიკურ ოსტატობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯგუფმა, მე ხარ დავასახელებ უნივერსიტეტს, მაგრამ ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მოეწვიათ ბატონი ჯაბა ხუბუა, ცნობილი პუბლიცისტი და მოხდა კიდეც ცოტა ხნის წინათ ეს შეხვედრა. ბატონმა ჯაბამ მოიტანა მისი წიგნი. მე ხარ რეკლამას კი არ ვკეთებ ამ წიგნს, წიგნი უკვე აღარ არის გაყიდვაში. ის დაიტაცეს ეგრევე, სამწუხარო მცირე ტირაჟით გამოვიდა და წიგნს ასე ქვია, დილეგის წინაშე. დოკუმენტური პროზა. აქ არის აღწერილი ის ფაქტები, რომელსაც ნაციონალური რეჟიმი მალავდა და ის რაც ხდებოდა ციხეებში. ყველაფერი რა თქმა უნდა დოკუმენტურად არის ყველაფერი და როცა შეხვედრა დამთავრდა ბატონ ჯაბასთან, მან ყველას აჩუქა წიგნი ავტოგრაფით და მე მივეცი ყველა სტუდენტს ესეთი დავალება. და ეწერა დღეა წერილი ამ წიგნს, როცა იკითხავდნენ ბატონი ჯაბას მიმართ, ანუ ავტორის მიმართ. დავალების შესრულების დრო დადგა ერთმა სტუდენტმა მოიტანა ეს წიგნი დამიბრუნა უკან და მე მას ვთხოვე რომ ესე თხოვინე ჩემთვის და აი მინდა შეგახედოთ აი როგორი აი წებუადი ფურცლები რო არის ამითია კომენტარები გაკეთებული ჩანს ეს მე მგონია ჩანს ხო აი ნახეთ როგორი ნამუშევარია და აღარ გადავალ თქვა იქით აი როცა სანდრა რულოვსის ბატონი სააკაშვილის თანამეცხედრის რა ქვია მის ჯალათობებისადმი მიძღვნილი სტატია სანდრას მანქანა წაიკითხა
არაკაცის მეორე ნახევარი, არა ქალი. ალბათ შეფასება ბავშვის კიბოს ბიზნესი და ჩანს ეს ყველაფერი. და აგერ არის თავარი კიდე. ახეთ ბატონ დემურას წერს მეწოდებოდით, მაგრამ მეზიზღები, ანუ ადრე მეწოდებოდით და ეხლა მეზიზღებიო. ყველა იმ ქალიშვილის სახელით, ვის დედასაც სიცოცხლის არსი წაართვით. ხოლო აი ერთმა შემძრა კიდე, ესეც ამასაც გავიკითხავ და მე გეტყვით, რატო დავიწყე ამაზე საუბარი. სად არის? აი როინ შავაძის ისტორიას ეხება ეს ჯარისკაცის დრამა, როინ შავაძის წამება და სიკვდილი ასე ქვია ამ თავს. და ამ ბავშვს, ამ სტუდენტს, გამგონიერ სტუდენტს ესე იგი დაწერილი. ბოდიში გმირო, ჩვენ ვერ დაგიცავით. ეხლა 2 წუთი მარტო ბატონო დემურ და მე აუცილებლად გადავალთ უკვე ჩვენს მთავარ სათქმელზე. აი ის ღია წერილი, რომელიც სხვა სტუდენტებმა დღეს მომიტანეს. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ გადაცემას, მოვუწევ ბატონ ჯავას, მოვუწევ ამ სტუდენტებს და ის კავშირი, რომელიც გაწყდა აი ამ ჯენზი თაობასა, სტუდენტ თაობასა და ჩვენს თაობას შორის და კიდე შუაში რო არის შულების თაობა იმათ შორის, აი ეს არ დგება, მაგრამ აი რაღაცა 2-3 ფრაგმენტის წაკითხვის უფლება მომეცი და არჩენს მე უკვე თვითონ სხვა შორის ბავშვებთან შეთანხმებული ვარ, რომ მაქვს ამისი უფლება, რომ წავიკითხო. არებს არ ვასახელებ. უბრალოდ გეტყვით თუ რამე გამეგება 4 წლის პრაქტიკა მაქვს თეორიაში, მედიალოგიაში და პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მუშაობის. მე ადგილზე როცა ვისმენდი ბავშვების ამ ნაწერს, როცა იმათ ეს ამის პრეზენტაცია გააკეთეს, სულ შექცეული ფანჯრისკენ ვიდექი და იცრემლებოდი. იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკეთეს ქვეყანა დაგვახადრებინა მათთვის. მე ჩემს თავზე ვგულისხმობ და ჩემ თაობას გულისხმობ. თლიან დაწავიკითხავ, რა თქმა უნდა. თვითონ ეს გოგონა 2004 წელს არის დაბადებული, ანუ იმ წელს, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. შესავლის მერე აქ წერს, დიახ, 2004 წლიდან დაბადებიდან დღემდე კეთილი ზღაპრებით მიცხოვრია. მერე მოხვედი შენ ჯაბა ბიძია და ამ კეთილი ზღაპრის ბოროტი პერსონაჟები მაჩვენე, თუმცა მათი ციფრი იმდენია, რომ დამაფიქრე. განაზღაპარი კეთილია. მას აღწერილი აქვს და ამოწერილი მაჩვენა ცალკე 41 ბოროტი პერსონაჟი, რომელიც ამ წიგნში მოექცა ეს ჯალათები, მწამებლები და მიშას რეჟიმის წარმომადგენლები. ჯენზების თაობას არ გვახსოვს და გინდოდა კადრება წარმოგედგინა ეს ყველაფერი შეძელი. გეგონათ ამას ვერ გავიაზრებდით, გავიაზრებთ და გვეტკინა. გეგონათ ამას ვაპატიებდით არასოდეს. ეს ბავშვები წერენ იმაზე იმ წარსულის თაობაზე, რომელთაც ბავშვობა შეესხდებოდა. რა გინდოდა გეთქვა ამი ჯაბაბიძეა ჯენზებისთვის 2004-ში თქვენ რომ სუფთა ჰაერზე გზდიდნენ სულხან მოლაშვილი 6 კაციან ციხის საკანში გათვლილი რაოდენობაზე 10-ჯერ მეტი პატიმარი როგორ იყო და მორიგობით როგორ სუნთქავდნენ. რისი თქმა გინდოდა ჯაბაბიძეა ჯენზებისთვის აჭარის ქუჩებში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდი, მაშინ ჩემი თანა მოქალაქე ცხინვალის ომ გამოვლილი როინ შავაძე როგორ აწამეს და მოკლეს. ვიღაც ჩიქოვანმა, ზედმეტ სახელად მაიმუნამ როგორ მომტაცა ჩემი კუთხის ღირსეული შვილი როგორ დააქვრივა დედაჩემის ტოლა ქალი და მისი სული 2 წლის შემდეგ შეურაცხყოფაზეც რო არ აიღეს ხელი. მისი სული შეურაცხყოფაზე 2 წლის შემდეგაც არ აიღეს ხელი. ამის ჩვენება გინდოდა? თუ ჯაბაბიძეა როგორც ქალს რჩევის მოცემა და ჩემი დაკვალიანება გინდოდა არაქალი ნუ იქნები და სანდრა რულოვს ნუ მიემგვანებიო. ქალების გამწარებას მისი საშვილის ნოში ხელების ფათურის ვიღაც სომეხასთან ერთად მორგებში სირბილს ნუ დაიწყებო. სხვა ქალებს, ახალგაზრდა ქალებს დედობის უფლებას ნუ წაართმევს და თუ დედად შენ არ ივარგებ, ქალებს ქალობას ნუ წაართმევ, შენ თუ ქალად ვერ ივარგებო. არაკაცებს ნუ გაიხდი თანა მეცხერ მისთვის დედის რჩეული ბროშკა რომ გახდეო. თუ იქნები იმის თქმა გინდოდა ჯაბაბიძეა სტუდენტი ხარ, აქტიური და თანამოაზრე წაგართვესო. ალექსანდრე ახალკაცი გინდოდა გამეცნო, რადგან
იცოდი გაუგებდით, იქნებ გინდოდა მიძინებული ჟინით, წარესილა ჯენზებსაც გვეგრძნო და ალექსანდრეს საქმე ჩვენ სტუდენტებს გაგვეგრძელებინა. კიდევ ორი სიტყვა გინდოდათ ამით, იქნებ იმის, რომ ადლიერები ვიყავით თქვენს რჩეულ ლექტორებს აუდიტორიაში რო ხვდებით და შეგიძლიათ მათთან თავისუფლად საუბარი და დამშვიდობა გინდოდათ, რომ რაც ალექსანდრე ახალკაცმა გამოიარა ლექტორის პროფესორ ვახტანგ მაისაიას ხილვისას, რომელიც ამბობს, მნახე პატიმარი ლექტორი ვახტანგ მაისაია, რომელიც ცემისაგან მთლიანად გაშავებული იყო და ცხედარს წააგავდა. ანუ ეს ალექსანდრე ახალკაცი მიშას ჯორგმულში წააწყდა თავისავე ლექტორს, რომელიც ვახტანგ მაისაიას, რომელიც სასტიკად იყო წამებული და თქვათ ამას ეხება ეს ყველაფერი. რისი თქმა გინდოდა ჯაბაბიძეა, რომ გადავრჩით თუ გადავურჩით. იმას რომ იმ ქვეყნის შვილი არ ვარ საზღვრის გადალახვისას, რომ მომაძახონ შენს ქვეყანაში მთავრობა გენოციდს აწყობდა. იქნებ დამშვიდობა გინდოდა შვილები გაგაქილიკებენ შენს ბიბლიოთეკაში ამ წიგნს, რომ იხილავენ და გეტყვიან შენ აირჩიე და მაშინ ამაყად რომ იტყვი არას. იქნებ გინდოდა მშვიდად დაგეძინა თუ პირიქით, გინდოდა სული აკუწიოკებოდა, დახურული თეატრი გაგეღო, ძველი ბარხატის ფარდახელით გადაგეწია სცენის მტვერი პატარა განათებასთან ერთად, მძიმე სუნთან ერთად გვეგრძნო და გეთქვა. ეს ნაცფაშისტური სანახაობა იყო, ან პოპკორნი მოიმარჯვეთ, ან გონება. რისი თქმა გინდოდა ჯაბაძეა, თვალები გაახილეთ, პირი გააღედა, გონება დაძაბეთო, ჩვენი გადარჩენა გინდოდა და იცოდე გადავრჩით. დღეს ამ წიგნით გადაგვარჩინე, შეუძლებელია სიტყვა იყოს მცდარი. რადგან გვაჩვენე, რომ ეს იყო არა ფაშისტური, არა ნაცისტური, არამედ არაადამიანური რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმზეა საუბარი და აი ჯენზი თაობა მიმართავს მას. რეჟიმი, რომელიც ცდიდა ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ამტანობას, როგორც ვირთხებს. ჯაბაძეა, ჩვენი გადარჩენა გინდოდა ამ სცენაზე ეს ბოროტი პერსონაჟები გვენახა, კი, 41 ბოროტი პერსონაჟია მოვიკითხე ამ სცენარში, თითეული მახსოვს. ჯენზებს ეს არ გაგვივლია. ჯენზებს არ გვინახავს ეს, ჯენზებს ეს არ გვიგრძნია. ჯაბაძეა, ვიცი რა გინდოდათ. გვაჩვენე ეს სცენა, რათა აღარასოდეს განმეორდეს, გვაჩვენე ეს სცენა, რომ აღარასოდეს დაუშვათ. და ამით ამთავრებს ეს ბავშვი და კიდე მეორე საიდანაც პატარა ფრაგმენტს წავიკითხა მარტო. იმიტომ რომ ამ მეორე სტუდენტმა თავისი ოჯახის ერთი ეპიზოდი შეიტანა აქ. ეს იგნი რო წაიკითხა და დაწერა ამ თავის ღია წერილში. უკვე მოგმართავთ საქართველოში 100,000-ობით სტუდენტიდან ერთ-ერთი, ის ვინც დაინტერესდა პოლიტიკური პინოქიოთი და განსაკუთრებით მის მიერ სისტემას შეწირული ადამიანების ისტორიით ვკითხულობ თქვენს წიგნს და აქ ბევრი სისხლია, დაღვრილი, დაუღრელი, ვერ დაღვრილი რატომღაც მისი არც ერთი არ არის. სულ რაღაც 16 მაგალითი, 16 ფატალური ამბავი, რომელსაც ცოცხლად დაწვაში ჯობდა. ფაშისტური პარტია საქართველოს შავი მანტიასავით ჰქონდა შემოფარებული და ზოგჯერ ცრემლებად იღურებოდა. მანტია იღურებოდა ცრემლებად, ნახეთ რა დეტალია. ეს ჭუჭყიანი ბევრის ხელში გამოტარებული ფურცლები გერმანიის შავი ისტორიებით რომ არის სავსე, სრულად დაეჭრილება, რადგან ჩვენ მსგავს ამბებს ჰოლივუდის აღარ იღებს უკვე. და ეს ბავშვი წერს, მე მივხვდი მთავარს, ბევრმა სამუშაო ადგილმა, კარგმა განათლებამ ჭყალებში, უიზოდ მიმოსვლამ და დაპირებულმა ჭყალებში სიმშვიდემ, რომელიც არ იქნება გადაფარა დააბნელა მთავარი ისტორია. ის ისტორია ამ ყველაფრის ანალოგს რომ წარმოადგენს და დეჟავიუს შეგრძნებას რომ გიტოვებს. უკვე გითხარით რომ დამნაშავე ხართ, რადგან ამაზე ბევრად ადრე უნდა დაგეწერათ 2012 წლიდან, უკვე 12 წელი გავიდა. ანუ საყვედურობს თავის იმითი. იქნება ახლა გარეთ ნაკლები ბავშვი მდგარიყო, იმასაც ვეგუები, რომ ჩვენ რაც ვიცით ზღვაში წვეთია, რაც არა ოკეანი. მაგრამ იცით რა ბატონო ჯაბა, მადლობა. დიდი მადლობა რომ თუნდაც მოგვიანებით ვიმხნი რა საუარა გვერდი მამაჩემმა 12 წლის განმავლობაში, რომ ერთი წიგნით გავიგე ჩემივე სისხლის და ხორცის ტკივილი, რომ უკვე ერთი კვირაა თავში საშინელი კივილი ჩამესმის ღამეებს მათენებინებს, მაგრამ მიხარია ეს ტკივილი არ მომცენ საშუალებას ხარი დაუჭირო პინოქიოს, რომელიც ჩემივე დის, შვილის, მომავალს ასევე დაკუჭავს და სისხლიან ტალახში გადააგდებს. მის ოჯახს კი ეს შეემთხვა ნაცების პარპაშის და ნაცრეჟიმის დროს ახალციხე ბორჯომის გზაზე მამის და ამ პატარა ბავშვი მანქანაში რო ეჯდათ, მამის და ბიძის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას, ანუ მეუღლეს. ამ კაცის და რაც ამ კაცმა არ მოითმინა, ანუ ამ ჩემი სტუდენტის მამამ არ მოითმინა და ეს პატრულის თავხედი პოლიციელი იქვე გააფრთხილა კარგად. მთელი ეკიპაჟი სხვათა შორის და ძლივს გადაურჩა
მთელი ისტორია სხვა საკითხია, მაგრამ ძლებს გადაურჩენებას. ანუ ამასაც ბედავდნენ, რომ მამის და ესე იგი მეუღლის და მისი მაზლის თვალწინ რა ქვია, ქალბატონს, ოჯახის დედას შეურაცხყოფდნენ და აკენებდნენ. მაგრამ რატო დამჭირდა ახლა ამისი მცირე ფრაგმენტების მოტანა? მე ვეცდები ერთი გადაცემა ამას მიუძღვა და ეს ბავშვებიც ეს ის თაობა, რომელიც თანატოლებიც იქ დგანან, მოვიწვიე აქ და მიმართონ თავიანთ თანატოლებს. იმიტომ ბატონო დემურ, რომ გარკვეული ნაწილი ამ ბავშვების იქ იდგა. აი ამ წიგნის შემდეგ აჩვილი არ წასულა იქ. აი ამ სიმართლის შემდეგ. აი ეს მინდა ვთქვა, ამას მინდა ხაზი გაუსვა. და მაშინ მე მივხვდი და ეხლაც ძალიან ხმამაღლა მინდა ვთქვა. ქართულმა ოცნებამ ამ 12 წლის მანძილზე უსაშველოდ დააგვიანა ამ ჯანზრთაობასთან ურთიერთობა. ეს ბავშვები გამოიზარდა ისე, რომ არავის სახელმწიფოს მისთვის ყურადღება არ მიუღია. უპასუხისმგებლოდ მოექცა. დიახ, უპასუხისმგებლოდ მოექცა, სკოლა ჩამოიშალა, გაგანათლების სისტემა ჩამოიშალა და ჩაუგდეს ამ ნაც მიდრეკილ პედაგოგებს და ზოგადად ჩამოშლილ განათლების სისტემას. საუბარია საჭირო ამ ბავშვებთან ხოლმე თანხმებით. დიახ, და ახლა გთხოვთ უკვე გაგრძელეთ, ბოდიში რომ მე გამიგრძელდა ცოტა, მაგრამ ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. ეს გახსოვთ თქვენ იმ ჩვენს გადაცემაში მე ვერ ვთქვი მაშინ, მაგრამ ეხლა მოვახერხეთ და ვთქვათ, რა ვქნათ, რა დოზით, რა დონით და როგორ და როდის ველაპარაკოთ ამ ბავშვებს. მოდით ოღონდ მათთან საუბრის უფლება მქონე ადამიანებს. ზუსტად უნდა დავალაგოთ ყველაფერი, ჩვენ რა გვინდა, ხო სწორია, რა გვინდა, თანამდებობები გვინდა, არა ხო, ესე იგი რაღაც გვინდა, ხო სწორია. და ფუნდამენტი ამის არის, რომ ჩვენ გვინდა ის არ მოიშალოს, რომლის შემდეგაც საქართველოს მომავალი არა, ქართული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, ფანტასტიკურად კარგი ახალგაზრდები, რომელთა ნაწილი დგას იქ, თუმცა ჩემი წარსულ გამოვლილი ადამიანი, რომელმაც ქართული პოლიტიკის ყველა ჯურმული ნახა, რომელსაც ალბათ თითოეულ ადამიანი თუ ნახავს, განსაკუთრებული კრიზისების დროს პარლამენტში ფრაქციის ლიდერობა, კომიტეტის თავმჯდომარეობა და ნებაყოფლობით წამოსვლა იქედან, იმიტომ რომ იქ ჩემი ქვეყნისთვის კარგი არის. აი ზუსტად ამიტომ მიმაჩნი ხარ ბატონო დემურ იმ ადამიანად მრავალთაგან ერთად. რომელსაც აქვს უფლება ელაპარაკოს პატარა თაობას, შვილების და შვილიშვილების თაობას. რატო? იმიტომ რომ სწორად მახსოვს მე თქვენი ნათქვამი, რომ ვიღაცებმა გითხრა სულელი წამოვიდოდა ამ თანამდებობიდან. ანუ საშოვარს იშოვიდა. აი, აფუჭებდი ამ თანამდებობებს, მაგრამ ახლა აქედან ვინ მიდის? ნორმალური ხარ, რომ მოკლედ ასეა. აი, ესა. მთავარი რაც არის, ჩემს ხელში 3600 სტუდენტმა გაიარა. ბატონო. და აქედან ერთი კაცი ვერ მოიძებნება, შეიძლება ვიღაც თუ ძალიან ცუდი აღზრდილი არ არის, რომ მე რაიმე დამეშურებინოს, არა და ფანტასტიკურად რთული საგნები მაქვს მათთვის წაკითხული, აი მათემატიკისა და ძალიან ღრმა ენაზე დონეებზე და მე ვიცი თუმეტეს მაკროეკონომიკა, რომელსაც არასწორად ასწავლიან. ეს მერე იყო, მაგრამ ძალიან რთული საინჟინრო საგნები, შემდეგ უკვე ახლა სხვა არის. და მე ვიცი ქართველი ახალგაზრდების გონება გახსნილობის დონე. რატო ვარ მე აგრესიული, რატომ არის რომ განათლების სამინისტროს ამდენი წელია. მე ხო ჩემს ვთქვათ, მაშინ თანამებრძოლთან ერთად რევოლუციის პირველსავე დღეს საშინელი ინტერვიუ მივეცით ჯერ კიდევ პარლამენტის წევრებმა და ჩვენს ნაცნობებს, რომელსაც 92 წლიდან ვიცნობთ, რევოლუციის ლიდერებს მივმართეთ, რომ ძალიან უხეში ფორმით, იმიტომ მე არ შემიწყვეტია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს არანაირი უკან დახევა. ვარდების რევოლუციას გულისხმობ. დიახ. და მე რა თქმა უნდა ეს ოცნება რომ ანაცვლებდა ნაცმოძრაობას, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვთქვი, რომ ესენი დაუპავენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი კრისებს ეს სიტყვა ვიხმარე და უბედურობა. კი გამოჩნდა ეს განჩნებას. ამდენი წელია ყოველთვის მე გამივლია ქუჩაში, როდესაც ბოროტი შავი თვალებით მიყურებდა ხალხი. ახლა ცნობადი სახე ვარ,
რომ მე ბედავდი და ვაკრიტიკებდი ჯერ სააკაშვილს, არადა სააკაშვილთან თავის დროზე მისი ინიციატივით საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მე როცა ვნახე, როცა მე მას ვუთხარი, რომ გავიყვანოთ თუ არა ქვეყანა ორბიტაზე, როცა ამერიკიდან ჩამოვედი და იქ ძალიან მაღალ დონეებზე სერიოზული შეხვედრები იყო და ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა, ჩამოვედი მის კაბინეტში ვზივარ და ვეუბნებით, მე მჭირდება ვიცოდეთ, მე აქ ფულისთვის არა ვარ მოსული, გავიყვანოთ ქვეყანა თუ არა ორბიტაზე. მან არ მიპასუხა. მან პასუხი არ გამცა. მართალია გალსტუკი არ დაუღეჭია, მაგრამ 2 წუთის მერე მე ძალიან ჯექურად უყურებდი იმას და გადავიტანე სხვა თემაზე საუბარი და მე ეს ალბათ საწყის ეტაპზე მისი პრეზიდენტობის ხო? 2004-5 პრეზიდენტობამდე. მანამდე. როცა პრეზიდენტი იყო, ის უკვე გასული იყო ნორმალური აზროვნებიდან და რამაც დაღუპა კიდე არ და მე მის კაბინეტში მისთვის ნათქვამი მაქვს რომ ის დაიღუპავს თავს იმიტომ რომ იმ ხალხით ჩვენ შორის 15 წელია ცხოვრება. მან მე მითხრა ერთხელ რომ რასაც თქვენ ლაპარაკობთ და წერთო მე ჯერ არ მიფიქრია გასაგებია მოთხარ 15 წლის უკან 32 წლის ვიქნებოდი, როცა ეს საუბარი იყო და მე მაშინ გამოთვლით ცენტრში ვიჯექი დღე-დაღამ სამეცნიერო სტატიებს ვწერდი და ამ საქმე, მაგრამ ეხლა ვიფიქრე უკვე და მოხდა ის, რაც მოხდა, ჩვენ დავკარგეთ ფანტასტიკური დრო, როცა შეიძლებოდა ქვეყნის აღორძინება, ნამდვილად შეიძლებოდა. მე 2012 წლის ჩანაცვლება მოხდა და შეიძლებოდა გადაწყობა ყველაფერი საუკეთესოს დატოვება და ამიტომ გავაკეთეთ ის ქვეყნის განვითარების კონცეფცია, მაგრამ რომ იტყვენ სანაგვეში გადაყარეს, მე ოცნება და გაინაწილეს ფული და ეხლა ფანტასტიკურად კარგად ცხოვრობენ. მაგრამ ქვეყანა შეიყვანეს უსაშველო ჩიხში. იმ პროტესტებზე დგას ძალიან საღი ბევრი ახალგაზრდა, რომელმაც არ იცის, რომ ის ორგანიზებული პროტესტები ცოტა სხვა მიზნით არის. ეს ახალგაზრდები რომ აპროტესტებდნენ არაფორმალურ მმართველობას, აპროტესტებდნენ კორუფციას, აპროტესტებდნენ განათლების უკანასკნელ საფეხურზე მდგომ სოფლიოში ერთ-ერთი უბარგისი განათლება გვაქვს. არა და ახალგაზრდა კაცი ერთხელ გადის იმ ახალგაზრდობის და სწავლის პერიოდს, რომელსაც შემდეგ მე ვალდებული ვიქნებოდი ყოფილიყავი მათ გვერდით, მაგრამ რა კი ვიცი კულისებიდან ვიცი რა არის მიზანი, ამიტომ მე ვცდილობ გარედან ვიმოქმედო, ამიტომ მე ვცდილობ რომ ამ ახალგაზრდებს უთხრა რომ ეს სხვა პროცესია, ძალიან მცდარი პროცესია და მთავარი, რაზეც მე ვაქტიურობ, ძალიან აგრესიული ვარ. 10,000-ობით ადამიანი უყურებს ყველა ის პოდკასტი, რომელიც დავიწყე სხვა ნებისმიერ გადაცემებში. მე თქვი მთავარი, რომელიც მე და თქვენ და ჩვენაერ ხალხს არ უნდა შეეშალოს. 90-იანი წლების დასაწყისში უფროსმა თაობამ უღალატა საქართველოს. უფროსმა თაობამ უღალატა ახალგაზრდებს, როდესაც გადგნენ გვერდზე და ერთ-ერთ ყველაზე გლობალური მასშტაბის ცვლილებებში, როცა ადმინისტრაციული სისტემა, ტოტალიტარული სისტემა ინგრეოდა და შენ ამ გრევის შედეგად ჩაგივარდა ხელში საკუთარი სახელმწიფო, შენ ადექი და იმდენი ვერ მოზომე, რომ ამ სახელმწიფოს ჭირდებოდა სპეციალისტები, გამოცდილება, გონება დამჯდარი ხალხი, რომ ნელ-ნელა შეგექმნა პირობები, რომ გარდამავალი ეტაპი გასულიყო, მერე თავისთავად მოვიდოდა ახალი თაობა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა თაობის მიერ, გამიგეთ არა? მაშინ, როდესაც სხვანაირად მოიქცნენ სლოვენიაში და ერთი თოფი არ გავარდნილა იქ. რატო ვამბობ მე? თუ ჩვენ ახლა უღალატებთ ამ ქვეყანას და უღალატებთ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც შინაგანად უკმაყოფილება, ჩვენ როგორც უფროსი თაობა. როგორც უფროსი თაობა,
ეს იქნება ჩვენი გამოუსწორებელი შეცდომა და იმ ძალიან ბევრ ახალგაზრდას იქ ორგანიზატორებს დავანებოთ თავი არის იდეოლოგიურად ძალიან დამუშავებული ეს არ არის ისინი არ ქმნიან ამით გამიგეთ რა ახალგაზრდა ყოველთვის არის ზეწოლის ინსტრუმენტი პოლიტიკაში იმიტომ რომ ყველაზე იოლად შესაყვანია შეცდომაში ხო სწორია მაგრამ ამ ახალგაზრდებს უნდა დალაგებული სახელმწიფო აქვთ ამის უფლება და სწორებიც არიან. აქვთ უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ. აბა ჩვენ რა გვიჟიებს? ჩვენ გვინდა ზუსტად ის. მე 12 წელია ამ პირიქით 2012 წლის აგვისტოდან სანამ არჩევანებში გაიმო სასტიკი ინტერვიუ მაქვს მიცემული. და უფრო მეცად გეტყვით. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერი იყო თუ არ წერილი რო ვაკეთებ იმ დღეს იყო თუ მეორე დღეს მე დავით აკუპარდიას გადაცემაში ვიყავ მიწვევი და მე უსასტიკესი შეფასებები გავაკეთე იმიტომ რომ მე პოლიტიკა ვიცი შიგნიდან და მე ვიცი რაც ნიშნავს აბსოლუტურად მოუმზადებელი ადამიანი რომელიც კაციშვილს არ უნახავს ვინმე მაგრამ ქართველების უდიდესი აი ტრაგიკული შეცდომა და ეს მათ ხასიათის ნაკლოვანება, როდესაც იმდენი ვერ მოიფიქრეს ისეთი კატასტროფული რამ დაუშვეს რომ არასდროს რო არ გინახავს ადამიანის სახელმწიფოს მართვას არ ბევრი ფული აქვს და ცოტას ჩვენც ხომ მოგცემს რომ გამიგეთ რა. ნუ ტრაგედია ჩვენ ახლა ვართ ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე. ხელისუფლება თავის გაფუჭებულ საქმეს ცდილობს თავისი გადარჩენისთვის და არა ის რომ ინსტიტუციონალურად რაღაც ცვლილებები გააკეთოს და ჩვენ ამ დროს მოხვედრილი ვართ აი ჩემი ასაკის მიუხედავად არასდროს ასეთი გლობალური დაპირისპირება საშიში არ ყოფილა თუმცა მე კარიბის კრიზისის მომსწრევარ მართალია დიდი ასაკის არ ვიყავი მაგრამ მე-4 კლასელი ბავშვისთვის მე-4 კლასელი ბავშვისთვის თანგონიერი როცა ხარდა გამახსოვრდება ყველაფერი და მაგრამ ეხლა რაც მე უკვე ვიცი ასეთი უსარმაზარი საფრთხის წინაშე სოფლიო არასდროს ყოფილა თან საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე პირველად მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში სამხრეთ კავკასიასთან ერთად და ამ უსასტიკეს დროში საქართველოს ყავს არაპროფესიონალური ხელისუფლება რომელსაც ანბანური რამ ვერ დაულაგებია ისიც კი ვერ მიხვდარო რომ არ შეიძლება 21 საუკუნეში არაფორმალური მმართველობა გქონდეს შეკაიკაცო ხალხი თუ გენდო პირველი თანამდებობა დაიკიდე და პასუხისგებლობა მოიკიდე ზურგზე რა თქმა უნდა რა ქნა გავიდა გვერდზე მოიყვანა პაიკები დასვა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე და ყველაფერს თვითონ მართავს თვითონ ლაზიერობს ისევ ეგ არის ამაზე დიდი დანაშაული ძნელი წარმოსადგენია იმის ნაცვლად რომ ინსტიტუტები გაძლიერებულიყო შეკავე როგორ მუშაობს სახელმწიფო იცით ყველა ინსტიტუტი ერთმანეთს უნდა აწონასწორებდეს და აკავებდეს ამ დროს სინქრონში უნდა მუშაობდეს ამ დროს ისე გააკეთა რომ თლიანად შეითვისა წინა ხელისუფლების მთელი კადრები კი ბატონო ჩვენმა ხალხმა არც კი იცის რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ნაციონალური მოძრაობის ცნობილი მინისტრების კერძო ფირმებს აფინანსებს დღესაც იმათ უკვე თავს რა უნდა გააკეთონ იმიტომ ვერაფერს რო ვერ აკეთებენ იმათ რაიმეს გაკეთება რო შეძლებოდათ ღია ტექსტით გეუბნებით ამაზე ვინმე უსაუბრია მე ვისაუბრე აფინანსებს იმათ ისინი უმზადებენ რა უნდა გააკეთონ იმიტომ არაფერი რო არ გამოსდით მაგრამ შეახეთ მიდგომას გეუბნებით ეს ერთი სისტემა მართალია წინააღმდეგობა არის იმიტომ რომ პროპორციებზე არის დავა так გამიგეთ არა შენ იყო მარტო არამედ გავყოთ ისე რომ
ჯამი ხო ერთია, მე შემიძლია შეგმიდან ვიტყვი. ჯამი ერთია, ორივე ბალახობს ერთი და იგივე ჯამიდან. აქ თავია პროპორციები, ვინ ვის და რა დონეზე აკონტროლებს. ამიტომ ჩვენ გაცილებით სასტიკი და საშიში მდგომარეობის წინაშე ვართ. ამ ახალგაზრდების და ჩვენი სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა რო არა და ჩვენ პრინციპში არაფრის უკან არ და რახანეს რო ამოვწოროთ, რას ეუბნებით ამ თაობას, რა უნდა მე შემიძლია, მე არასდროს ლექციებზე პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ უნივერსიტეტის სხვა დანიშნულების მე თავისუფლებას არასდროს მემიცა ხანდახან 1000-ში ერთხელ თუ ვინმე მკითხავს, თქვენი საგანი ამას არის თუ მკითხავს ვინმე, ვალდებული ვარ უპასუხო, მაგრამ არა, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ჩემთვის წმინდა ადგილია, მე გავიზარდე სხვაგან, მაგრამ გარემოში გავიზარდე, ამიტომ მე ამას არ მიცევ. მე ამ ახალგაზრდებს შემიძლია უთხრე ერთი რამ. ჩვენ თაობებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ ძალიან ინტენსიურად. თქვენ ახალგაზრდები რაც აქამდე არ გაუკეთებია. რაც არავის არ გაუკეთებია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მე მიხარია რომ შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან. სააკაშვილი ხო აკეთებდა, მაგრამ ბუჩქებისკენ განხურის ბუჩქებისკენ უშევდა. სააკაშვილი იმხელა ცოდვა აქვს საქართველოს წინაშე ჩადენილი, რომ ის ფაქტიურად არ მინდა უხეში შეფასება გავაკეთო, მაგრამ ის უფლის სასჯელს მიიღებს აუცილებლად. კეთილი. ესე იგი, რა მინდა მე პირველი პოლიტიკა არ შეიძლება იყოს ახალგაზრდებისთვის ცნობილი სფერო, გავიგებ. ვერ იქნება, ეს კი არა, მოზრდილი ადამიანები აზზე არ არიან, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის ის, რასაც თქვენ გარედან უყურებთ. ეს არის აისბერგის წვერი, რომელიც არის მიზანმიმართულად გამოჩენილი, რომ შენ იღბოს ის, რაც პროცესები მიდის. მე ამიტომ ვისურვებდი და ყოველთვის ამას მოუწოდებთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ მაქსიმალისტები. ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაუმორჩილებლები. რაც ქვია გმართავს ვინმე ახალგაზრდა კაცი. რაც ქვია გმართავს. რაც ქვია ვიღაცა გეუბნება მოდი და დროშა დაიკავე და ანდა პედარდი გაისროლე და შენ ამ პოლიტიკურ დებატებს უნდა უყურო ზევიდან, იმიტომ რომ შენ ამაზე მაღლა ხარ. შენი დრო მოვა და შენ აქ უნდა მოხვიდე განათლებული, პროფესიული და ძალიან მაგარი გულიანი ქართველი, რომ ეს ქვეყანა ძალიან მაგრად გიყვარდეს, იმიტომ რომ უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რა ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური კულტურა. კულტურა, რომელსაც ქართველებმა პატივისცემა დაკარგეს და ამ დროს შემიძლია თამამად გითხრათ, თუ ჩვენ სახელმწიფო დავალაგეთ და დავალაგებთ, სხვა გზა არა გვაქვს, ამ კულტურის მსოფლიოში ექსპანსია არის გარდაუვალი. ფანტასტიკურ ფასეულობათა სისტემაზე აგებული და ძალიან საინტერესო გეუბნებით. ექსპორტი გვექნება კულტურის და ფასეულობების. მე გავიზარდე შაბათს 9 საათზე ჩემს მეშვიდე პოდკასტში მე მაქვს ასეთი თემა საქართველოს versus დასავლეთი. ანუ საქართველოს დასავლეთი მე უნდა გავხსნა საკითხები, რომელიც მიჩქმალულია, არა და მე გავიზარდე დასავლელების გარემოში 4 წლიდან ორი რამეში გავიზარდე ერთდროულად, ერთი ფანტასტიკურ ქართულ გარემოში, ჩოხახოლოხიანი ბაბუები, ბებიები ჩიხტიკოპით და დაირაზე რომ უკრავდა საოცარ გარემოში და მეორე მხრივ ჩემს დასავლელ მეზობლებში, რომლებმაც როგორც კი დაინახეს, რომ ძალიან კარგად სწავლობდი, სულ ბავშვობიდან დაიწყეს ჩემი კვება და ჩემი ანთებული გონების, რომ იყვნენ კიდევ უფრო გაღვივება. ამიტომ მე დასავლური კულტურა, მუსიკა, ლიტერატურა, ფილოსოფიები, ჩვენ ხო ამაზე გავიზარდეთ. ამიტომ მე მინდა ვისაუბრო ისეთ რამეზე, რომელიც საქართველოში მცდარად არის წარმოდგენილი და მე მინდა მთავარი ხაზი გავატარო ის, რომ ქართული სახელმწიფოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ ქართულ ძალიან სლავრ საფუძველზე დავაშენოთ
სახელმწიფოს ყველაზე წარმატებული მოდელი, რომელიც დასავლეთ ევროპული მოდელია. Interesting. გამიგეთ არა? ესე იგი, ახალგაზრდებს ვეუბნებით დიალოგი, ჩვენ უნდა ავიღოთ თქვენს წინაშე პასუხისგებლობა, თქვენ იყავით არა ვინმეს მორჩილი, არამედ იყავით დაუმორჩილებლები, ძალიან ამბიციურები. ყველაფერი რაც თქვენ მომავალს ეხება, თქვენ არ უნდა იყოთ შერიგებულები და არავის დროს არავის მოატყულებინოთ თავი. Ზუსტად ეს გვისაყვედურა, მე სანამ ეთერში შემოვიდოდით სტუდიაში, მანამდეც გითხარით, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ერთ-ერთმა გონიერმა სტუდენტმა გითხრა, სად ხართ უფროსი თაობა, მამების და ბაბუების, რომელთაც შეგიძლიათ და გააქვთ უფლება გველაპარაკოთ. მე მგონი ჩვენ გაჩერებული არა ვართ, ეხლა ჯერ ნაადრევია ის, რასაც ჩვენ არ ვართ გაჩერებულები, მაგრამ არ ვიჩქაროთ, უთხრათ ის რაც არის ჩაფეთრებული. მე მგონი მოვა დრო, მე ამ ახალგაზრდას მინდა უთხრა და ყველა ახალგაზრდას, რომ პროცესი გაშვებულია, ძალიან მალე ამ პროცესის შესახებ იქნება საუბარი. უბრალოდ ფორსირება ამის არ შეიძლება. ამას აკეთებს საშუალო და უფროსი თაობა და ერთადერთი რაც მიზანი აქვს, როგორმე ჩვენ დავინარჩუნოთ, როგორც კი ჩვენ ამ სახელმწიფოს დავკარგავთ, სასტიკი სცენარი არის ჩაფიქრებული ქართველების გადაყვანა ეროვნულ უმცირესობაში და მე აქედან განდევნა, არ მინდა ვთქვა ძალიან ცუდი რამეები, მაგრამ 24 წლის წინ ზუსტად ის მითხრეს ძალიან ცნობილ დასავლურ ცენტრში, რაც დღეს ხდება საქართველოში. და ჩვენ ეს გარკვეული ტერიტორიების ფუკასავით ახლა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაკარგვა ხაზს უსვამ, მე ამაზე არაერთხელ მოურიდებლად საქართველოს დაშლაზეა ლაპარაკი და სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე. რა მოყვება ამას, მე არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ უბრალოდ ჩვენ შეიძლება ამას შევეწიროთ, მაგრამ ამას დაშვებით არ დაუშვებთ თავით. ასე რომ ამას ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, ჯანსაღებო, გეუბნებათ ადამიანი, რომელსაც თავარია უზარმაზარი მოძებნოთ ერთმანეთისკენ გზა. მე კიდე გეუბნებით, უზარმაზარი პასუხისგებლობა და სიხარული მაქვს იმის გამო, რომ ახალგაზრდები მოდიან. კი. და ჩვენ არანაირი გაუგებრობა არ აქვს ერთმანეთში, იმიტომ მე ვხედავ როგორ ახალგაზრდები დავწერევ თქვი რომ უყურებ მიხარ. კი ბატონო, მეც გახარებული ვარ. აი ეს ეხლა რაც ფაქტია, ამის მსგავსები უამრავია. ის და ჩვენი თაობა მოუძებნით სათქმელს და ვეთყვით იმას, ვინც დროებით შეცდენილია თუ ასე ვთქვათ, წარსული, ვისაც წარსული არ უწყობს ხელს, რომ გელაპარაკოთ თქვენ, ანუ მათი ბიოგრაფია, მათი გამოცდილება, ეხლა არ შეიძლება სიტყვაზე ვამბობ, კიტოვანის და იოსელენის ნაირები ელაპარაკონ, არ აქვთ მათ უფლება ელემენტარულად, ელაპარაკონ იმას და ისევე, ვთქვათ, ვანო ვერაბიშვილს არ აქვს ეხლა უფლება, რომ ელაპარაკოს თქვენს თავს. ეხლა ბატონო დემურ საკითხი ყველაზე მტკივნეული, ჩვენ რა დოზითაც შეგვეძლო უთხარით ჩვენს თაობას, ვეუბნებით ვინც იქ არიან რუსთაველზე აქტიურად, იქნებ ერთმანეთშიც დაალაგდეთ და დაელაპარაკოთ. მე პირდაპირ სოციალური ქსელი თუ თავაზობ ჩემს ყოფილ სტუდენტებს, მათ მოკრიტიკებს, მათ იმათ დავჯდეთ კაცო და ვილაპარაკოთ რა დაგვემართა, რა გჭირს, იმიტომ რომ იმ წყალქვეშა დინებებს, რაზეც ახლა ბატონმა დემურმა ყურადღება გაგიმახვილათ, ამაზე უკეთესად, ბატონ დემურს ნაირ ადამიანებზე უკეთესად, თქვენ ვერავინ ვერ აგიხსენებთ. ახლა შეგაწყვეტინებთ ერთი წამით, მე ახალგაზრდებს მიმართე, შეუთვალე, ჯერ ღია ტექსტით, ტელეგამოსვლებში, ჩემს Facebook გვერდზე 50,000 და გინდა 100,000 იყავით, მე მოვალ თქვენთან სასაუბრო. ჩვენ მზად ვართ, ყველა მზად ვართ ამისთვის, ვისაც გვაქვს ამის. ნებისმიერ რამეს ავიტან. კი ბატონო. და მე ახალგაზრდებისგან შეურაცხყოფას არ მივიღებ, ვერ მივიღებ, იმიტომ ჩვენ სხვადასხვა უდუხთ იმათ ახლა გონებას, სისხლი, ყველაფერი პრობლემა რომ მოვალ დაგელაპარაკებით. აუდიტორია გნებავთ, აუდიტორიაში მოვალ. მიზანი ჩემი ერთადერთია, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ წავალთ, თქვენ უნდა დარჩეთ და ეს ქვეყანა მაინდა-მაინც ეს სახელმწიფო და არავით არის სადმე შეყვანილი სახელმწიფო, ეს ფანტასტიკური კულტურა
იქნა შენარჩუნებული. შენარჩუნებული და გააზრებული იქნაც, რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება პოლიტიკის თვალსაზრისით. და ესტაფეტასავით გადავცეთ აი ამ თაობას. მეტი არაფერი. ჩვენ მეტი არაფერი არ გვაინტერესებს. ეხლა გადასვლა კი გამომივა მკვეთრი, მაგრამ ჯობი ესეთი თბილისში ხაპიდან ცივ შხაპზე გადავიდეთ უცებ. თქვენ როგორც ეკონომისტს, როგორც მკვლევარს მოგმართავთ ამ შემთხვევაში, რა დაემართა ლარს, რას ახტუნავეს, რას ჩამოახტუნეს ქვემოთ? ეს ამ პროცესებს თუ საბანკო, სამევახშეო, საფინანსო სისტემამ რაღაცა ის იშოვა დრო რა, იხელთა დრო. როგორ ფიქრობთ? აი ამაზე იმდენი ინტერვიუ და ანალიზი ახლა გეტყვით ზუსტად. ეს პროცესი არასდროს არ იყო საქართველოში ეგრეთ წოდებული საბაზრო ძალების გავლენით. საქმე რაშია? ჩვენ გვყავს ერთი ფანტასტიკურად დამზიანებელი ორგანო, რომელსაც ქვია საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენ მე რამდენად ვამბობთ ამას? საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც უნდა ახორციელებდეს მონეტარულ პოლიტიკას. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში 4-დან 1 პოლიტიკას, რომელსაც ქვია მონეტარული, ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკა, იმიტომ რომ მთავრობა როგორც წესი არ შეიძლება იყოს ფულთან მიშვებული, მას აქვს საბიუჯეტო, საგადასახადო და ბიუჯეტ შორის ურთიერთობა. ეს 4 ნაწილია მაკროეკონომიკა. კი ბატონო. ის ემსახურება კლანებს, 2-3 საბანკო ჯგუფს, ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე. ბანკებს ყოველთვის სჭირდებათ მოკლევადიანი სესხები. ნახეთ, როგორ ხდება. ბანკში 1000-ნაირი გადარიცხვებია და ხშირად ხდება, რომ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ვერ ესწრება გადმორიცხვები და ბანკს დღის ბოლოს შეიძლება აღმოუჩნდეს დეფიციტი, ანუ მისი აქტივები და მისი ვალდებულებები შეიძლება იყოს მინუსში, ანუ არ ცხადია 2-3 დღეში ეს ყველაფერი შეივსება, მაგრამ არ შეიძლება, ამიტომ ბანკი გარბის და ეროვნული ბანკიდან სასხულობს ფულს. მოკლევადი ამ ფულს ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის ერთი კვირიანი ადრიანი სესხებია. გასწორდა. მაგრამ ნახეთ, თქვენ რომ 20 მილიონი გჭირდებათ ერთკვირიანი სესხი, ჩაწყობილი საქმეები, ხო, ლამაზი თვალები რას არ აკეთებს, ხო და თქვენ გაძლევენ 100 მილიონს. 20 მილიონი თქვენ ლიკვიდურობა მოხსენით, ეს პრობლემა, მაგრამ 10 დღე გაქვთ დარჩენილი და 80 მილიონი გაქვთ ხელზე. რაც გააკეთებთ ახლა გაჭირვებულ ფერმერს თუ ვინმე ახალ დამწყებ ბიზნესმენს მიცემთ, არა, მიდიხარ და სავალუტო ოპერაციას აკეთებთ. შემდეგ იცით, დღეში შეათამაშებთ, რატო უკუღმათი მექანიზმია აგებული ეროვნული ბანკის მიერ, მთავარი ბანკები მოილაპარაკებენ, კურსს დააგდებენ ისე რომ ან პირიქით ააგდებენ, როცა ჭირდებათ, ისე რომ ჰაერიდან მოხსნან ფული. ეს კეთდება წელწადში რამდენჯერ? 10-ჯერ, 12-ჯერ. ბატონო. ზუსტად იგივე მომენტი მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ევალებათ ამისი მონიტორინგი და ხო, მაგრამ ის რაც იყო კონტროლის პალატა, ანუ ქვეყნის საკონსტიტუციო მაკონტროლებელი ორგანო დამოუკიდებელი გააუქმეს. ეხლა არის ეგრეთ წოდებული კარიკატურული ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქვია, რომელსაც უფლებაც კი არ აქვს რაიმე შეამოწმოს თუ ვინმეს რაიმე დასაგებ. არ არის. ამიტომ უკონტროლო სისტემა არ ჭირდებოდა, სააკაშვილმა გააკეთა თავის, იმიტომ რომ მას არ ჭირდებოდა კონტროლის მექანიზმი, იმიტომ რომ მე მაშინაც ვამბობდი სააკაშვილის დროს, მე კონტროლის პალატაში ვიყავი იმერეთ რაჭა-ლეჩხუმის სვანეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ბოლო-ბოლო იმ წლებში, როცა სახელმწიფო ფაქტიურად ახლა იწყებოდა 94-დან პარლამენტში მოსვლამდე. მე ბოლოს და ბოლოს საქართველოში იმ ინფორმაციებზე საფუძველი რაც მაქვს, ფული ვინსაიდან იშოვდა, ჯიბის დონეზე მაქვს დათვლილი. ყველაფერი. ხო, დიდი ინფორმაციას ფლობთ. ხო და
ეს რო განადგურდა საშიში კაცი ხარ ვიღაცებისთვის. დიახ, იმიტომ რომ ის ზესტაფონის ცნობილი ანალიზები, ტყიბულის, ჭიათურის, ესენი ყველაფერი მე გავაკეთე, ჩემი საუკეთესო თანამშრომლების მეშვეობით ლამის გადამაყოლეს ზეთ, მაგრამ ასეა. მე რატო ვამბობ ამას? ქვეყანაში მოშლილია კონტროლის მექანიზმი, მთავრობას არ აკონტროლებს პარლამენტი, იმიტომ ჩვენი გუნდიაო და იმდენიც არიციან, რომ მთავრობის საქმიანობას პარლამენტი თუ არ აკონტროლებს და შენ ერთი ჯგუფი თუ ხარ და აღარაა უკვე კონტროლი მოისპო. თუ თქვენს გარეშე ეროვნული ბანკი თქვენთან შეთანხმებით, ან უზენაესთან შეთანხმებით ასეთ რამეებს აკეთებს, ეს არის უკვე კლანური სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოყენებულია ვიწრო კლანების კერძო ინტერესებისთვის. ბანკირებს რატო არ საყვედურობ, იცით მე? კერძო სტრუქტურა. თუ ისინი მთავრობას და ეროვნულ ბანკს მსახურებად გაიხდიან, გააკეთებენ თავის შესაბარას იზამე. ეხლა იმას მე როგორ მოთხოვა ბანკირს, რა მოთხოვა მე სოციალური პასუხისმგებლობა მოთხოვა. მორალი შეაწუხებს. ნებისმიერ მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში თუ ბანკირს მიეცემ ამის სამშობლოება, იგი გაიხდის ცხადე. მსახურად მთავრობას. ჩვენ გავხადეთ ჩვენი უზარმაზარი უმთავრესი ინსტიტუტები 2-3 კერძო ჯგუფის ინტერესების სამსახურში და სამაგიეროდ გავძარცვეთ და გავანადგურეთ ჩვენი ხალხი. ეს არის წარე სიმართლე, წარე რეალობა და ეს 2-3 კაცის და ჯგუფის ვინაობა ჩვენ მათაობამ ყველაფერი იცის, ეს არის ჯენსებმა, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერთა შორის არის იქეთა დღეს და რომელიც ხალხს ასახლებდა. მე მგონი დღეს მოусმინე როგორც ძალიან მაგრად შეშინებულია. არის შაბათელი, არა ის აქამდე უნდა ყოფილიყო კლეტკებში, იმაში გიზოზებში, მაგრამ ის ყველაზე საოცარი რაც არის მის ფარველს დაარტყა, რომ ჩუმად ხო გეუბნებოდო შენი დრო დამთავრდო და ახლა ხმამაღლა უთხრა, ასეთად ნაბიჯებს დგამენ როგორც წესი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი არაპოლიტიკოსები, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ასეთ შეცდომებს არ კი ბატონო. მაშინ მივადექით თემას, ანუ რახან მას ვიღაცამ თითი დაუქნია და ცოტა შაშპოთებული ჩანდა, შაშპოთებულს საგანგებოდ ვამბობ. გამოდის რომ მთავრობამ ხელი გამოიხო. ანუ ის, რასაც მე სოციალურ ქსელებში ადამიანების ამბობს კითხულობდი, გამოხმაურებები, პუბლიკაციები, სახელმწიფოს მკაცრი ხელი ხომ და გამოჩნდეს სადღაც. მე არ ვამბობ ხა იმ შეცდომებს, რაღაცებს თავნებებს აღარ ვეხები, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი ის მოვლენები, რისი თვითმხილველებით ჩვენი საზოგადოება გახდა, ხო? რამდენად იქნება ეს ეფექტის მომტანი და რამდენად შეძლებს სახელმწიფო წელში გადატეხოს, თქვათ, ის სცენარი, ის გლობალური სცენარი, რომელიც იკითხება, ჩვენთვის იკითხება, გარკვეული თაობისთვის ეს არ იკითხება. ეს მთავარი თემაა და მოდი უნდა დავალაგოთ. ეს ყველაზე მთავარი თემაა. არჩევნების ჩატარებამდე მე რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ თქვა ინტერვიუები, ხშირად რეკავენ. კი, რა თქმა უნდა, ეხნება. მე ვუთხარი, რომ მოსალოდნელი არის ვენესუელის სცენარი. ვენესუელის არ აღიარება და ვიდეოს და ტექნოლოგია, მაგრამ რევოლუცია საქართველოში ვერანაირი დასავლეთი ვერ გააკეთებს რევოლუციას საქართველოში თუ მასში არ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი. მე ვთქვი რომ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, საქართველოში ხელისუფლება არ არსებობს. მთავრობა არავინ არ არის, პარლამენტი არავინ არ არის, ყველაფერი არის არაფორმალურ მართვას დაქვემდებარებული. გამიგეთ ხო? ყველა სპეცსამსახური, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ ერთი კაცისა. თუ ეს კაცი მონაწილეობს, რა თქმა უნდა, რევოლუცია გამოგიბათ ყველაფერი. მეორე არ ჯეროდათ როგორ დასავლეთი ვინ არის რომ რევოლუცია გააკეთოს 2003-ში თუ გააკეთეს ხელისუფლების ხელშეწყობით გააკეთეს და ელიტის ხელშეწყობით ჩემი გამოცდილების ფონზე იგივე რაც წამიკითხავს მე რაციც მონაწილეობა მე იქ ვიყავი 2003 წლის რევოლუციის დროს აქტიური ვიყავით პარლამენტში ყველაფერში მონაწილეობდი და ძალიან კარგად ვიცი როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი მე ეს ვიცოდი
ვეუბნებოდი ხალხს, რომ რევოლუცია იქნება, მე მათთან ასოცირებული ხალხი ვიყავ, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებდით ჯგუფს, რომელიც ამ საზღვარ ხელისუფლებას, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება ქვია, ჩავანაცვლებდით. მე არაერთხელ მithქვავ შევარდნაძის გარემოცვისთვის, გარდამავალი პერიოდია საჭირო. ეს კაცი სულ ხო არ იქნება. თქვენ კი გონიათ, რომ იგი სულ იქნება და დიდი პოლიტიკოსია. არაფერი დიდი პოლიტიკოსი შევარდნაძე არ იყო. ტყუილი ეს ბლეფია, აბსოლუტური ბლეფი იყო. გარდამავალი ქვეყანა ხო გვინდა, სახელმწიფო ხო გვინდა. მე მოვიდა იგივეს ვეუბნებოდი სააკაშვილს, კაცო, საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა, იმიტომ რომ ეხლა აქ გარანტიებია საჭირო, აქ საჭიროა მოქმედება, მაგრამ ეს არის პროფესიულად გასაკეთებელი ემოცია ამას არ 2012 წელს იგივე რამეა, როდესაც მე ვკითხე ბიზნეევაშვილს ერთ-ერთი საუბრის დროს მე მარტო არ ვიყავი. ერთი 20 კაცი ყავთ. იგივე უთხარი სააკაშვილსაც, არც ერთმა იცოდა 20 კაცი რატო უნდა ყოლოდა, არც მეორები, რატო უნდა. მე ჩამოუთვალე ის თანამდებობები, რომლებიც აკეთებენ გარდამავალ პერიოდს და აგებენ იმ კონსტრუქციას, ეს არის ყველა მთავარი თანამდებობა თავრობაში, ჯარი, ესენი უშიშროება, თბილისის მერი, იმიტომ რომ ანუ პირობითად თუ 100 თანამდებობაა ძირეული, 20 არის პარეტოს აბსოლუტურად თუ პოლიტიკური ნება არსებობს 20 კაც შეუძლია გადააწყოს, მე ჩამოუთვალე ეს ყველაფერი არ ყავდა არც პარეტოს პრინციპს თავაზობდით პრაქტიკულად. მე თავაზობდი მათ იმ ერთადერთ გზას, რომლის გარეშეც გადაწყობა არ მოხდება. თავარი არის უნდა იყოს პოლიტიკური ნება არ ქონდა შევარდნაძეს, არ ქონდა სააკაშვილს, სააკაშვილი უბრალოდ ასაკმა და მისმა ხასიათის აშკარად ეფექტებმა დაგუპა, თორე მე პირდაპირ ღიად გეტყვით, რომ იმ თაობაში, რასაც მე უყურებდი პარლამენტში, ის ერთ-ერთი გამორჩეული უნარების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ როგორც კი ძალაუფლების სუნი მოხდა, სოლიპსიზმმა მას ხასიათის ნაკლოვანებებმა იგი დაღუპა, გაანადგურა, თუმცა ეს მისთვის მე ნათქვამი მაქვს, ეხლა თუ უსმენს და მოусმენს ამ გადაცემას, არ მომცემს იმის უფლებას, რომ ეს გასაგები. ამიტომ პრობლემა რა გვაქვს? პრობლემა არის გადასვლაში. ჩვენ გვინდა გადასვლა კეთდება, ან სამოქალაქო ომი უნდა იყოს. ორი რამეა, დაჯახება როცა ხდება, როცა საზოგადოება იყოფა და შეურიგებელი ხდება და ქართული საზოგადოება დღეს შეურიგებელი ამ ნაწილთან შეერთება ჩვეულებრივი დიდაქტიკური მეთოდებით არ გამოვა. ესე იგი, ამ უკიდურესი დაძაბულობის პერიოდში უნდა გამოჩნდეს ხალხი, რასაც სოციოლოგიაში ინტერესთა ჯგუფს, ანუ ელიტას უწოდებენ, არა ისე ყოფითი გაგებით, არა, აქტიური ჯგუფი, რომელიც აიღებს თავის თავზე ძალა იქნება გარდამავალ პერიოდს. რომ არ მივედით უკიდურესობამდე. თუ უკიდურესობამდე მივედით, შეება ალტერნატივა. ან იკარგება ქვეყანა, ან და ჩვენ მივდივართ უკიდურესობაზე, სამოქალაქო ომზე, იმიტომ რომ ეს ყველაზე საშინელი რამ შეიძლება იყოს ერთადერთი ქვეყნის შესანარჩუნებლად. არასდროს გარდა თემურლენგის იმ კოლოსალური შემოსევისას, როცა ქართული შეცდომები იქნა დაშვებული, ქართული ხალხი გაჟლიტეს ფაქტიურად. არასდროს ამის შემდეგ ქართველი არ მდგარა საკუთარი ქვეყნის დაკარგვის წინაშე. დღეს იქიდან მოყოლებული დღემდე იყო რთული პერიოდები, მაგრამ იმის გამო რომ ვიღაცის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა ჩვენ გადავრჩით, შემთხვევით გადავრჩით. შიდა ინტერესები და შიდა დაპირისპირება. ეხლა ჩვენ ვართ იმის წინაშე, როდესაც ამ მიზანმიმართულად გახლეჩილ და იდეოლოგიურად შეურიგებელ საზოგადოებაში დაგვაკარგინონ ქვეყანა.
ღია ტექსტით წერენ ცნობილი ამერიკული გამოცემები, ცნობილი აღმოსავლელი ყველაფერს ვადევნებ ფიზიკური შესაძლებლობის დონეზე. სანამ რაიმეს ვიტყვი, საათებს უთმობ დღეში, იმიტომ რომ მე უფლება სხვანაირად არ მაქვს. დიდი ინფორმაცია უნდა წაკითხვა და ქვეტექსტების გაგება შემიძლია. საქართველოს დგას ორი რამის წინაშე, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე და დაშლის წინაშე. იმიტომ ვართ მე და თქვენ დღეს აქ, რომ არაფერზე უკან არ დავიხიოთ, რომ ეს არ მოხდეს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა იქნება პირველი უდიდესი ტრაგედია, რომელიც შემდეგ ავტომატურ რეჟიმში სულ რამდენიმე წელიწადში ქართველებს ეროვნულ უმცირესობაში გამოიყვანს. უბრალოდ გაიყრებიან აქედან. ის ვიზა ლიბერალიზაცია, ის გაჭირვება ქვეყანაში, ის უმუშევრობა ქართველებისთვის, თორე სხვებისთვის სამუშაო არის. 100,000-ობით კაცი გავიდა გარეთ, ხომ? რატომ? ის აიძულეს რომ გასულიყო, აბა რა ახეთ ამ გაჭირვების დროს ქართულ კაცზე უფრო დიდი პასუხისგებლობა ქართველმა ქალმა აიღო თავის თავზე. ოჯახი რო გადაერჩინა, წავიდა და იქ არანორმალურად ჯოჯოხეთურ შრომას ეწევა. ჩვენ ამხელა რა სტრესს უძღვნა. 8 მილიარდ ლარამდე აგზავნის ყოველწლიურად. აქ ეს არის მოხმარება ამ ოჯახებისა იმისა, ხო? ესე იგი წავიდა არავინ მათ უკან არ დააბრუნებს მასიურად. არავინ. ნახეთ, ვისაც კი მოქალაქეობა აღარ აქვს 90-იანების გამო, აღარ აძლევენ ქართველებს მოქალაქეობა. ხო. მე შემიძლია რამდენიმე ადამიანი გითხრათ, რომელსაც არაფრით არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ სასაკობრივად ყველაფერი ყველანაირად აქაური იყო, აქ უბრალოდ იმ უბედურებამ წაიყვანა აქედან, ხო? ესე იგი, რაც ვამბობ, სახელმწიფოების დაკარგვა იქნება ტრაგედია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვას შენს ქვეყანაზე, შენ სუვერენულ უფლებებს მისი პოლიტიკის მოწყობაზე ხაზს უსვამ. თავი არ მოვიტყუოთ. 1990 წლიდან 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით ქართველი ხალხის განწყობის გარეშე არც ერთი ხელისუფლება არ მოსულა. ყალბდება ხალხის განწყობა არ ყალბდება. ყალბდება პროცენტები. კი ბატონო. სუსტების ხარჯზე. ესე იგი, როდესაც შენ გადახვალ უმცირესობაში, შენი განწყობით ვერავინ ვერ მოვა. მცდარი იყო რაღაცა, არ იყო მცდარი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გასწორებადია. მთავარი ისაა, რომ ქართველი ხალხი წყვეტდა. ახლა არ მითხრას ვინმე მიშა სააკაშვილი თვითნებურად მოვიდა ხელისუფლებაში, მილიონიანი კუდი მოყვებოდა, ეგრე ხო სწორია? ამიტომ იგივე აიღეთ თუ გნებავთ 2012 წელი, იგივე დღევანდელი განწყობაც ხო მე ღიად წერდი, იმიტომ რომ ამ ტოტალურად უპასუხისმგებლო და უსუსური ოპოზიციის ფონზე ეს საშინელი ხელისუფლება კვლავ მიიღებდა ხმებს, ზუსტად ისე მოხდა. ამიტომ ეხლა ჩვენ ვდგავართ ორი რამის წინაშე, ახალგაზრდებს, ამიტომ მინდა ბევრი ვისაუბროთ და გავესწოროთ. აქ საუბარი იმაზე კი არა, ვინ არის კაი და ვინ არის ცუდი. არჩევანს არ აკეთებს საქართველო. დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიძლება არჩევანს აკეთებდეს მე მინდა რუსეთი და მე მინდა ევროპას შორის. ეს არჩევანი არ არსებობს. დამოუკიდებელი სახელმწიფო განვითარებაზე რატომ იცით? რუსეთი არსებობს შენგან დამოუკიდებლად. ეხლა ღამე არ გძინავს, იქნებ მოვსპოო და მივეხმარო ვინმეს მის არ გამოვა, მაგ იმიტომ რომ ცუდად შეიძლება მოსპო, მაგრამ შეიძლება ვერ მოსპო. ეს დაახლოებით როგორ ეცი კამათელი რო გააგორო კაზინოში, ხო სწორია? წაიღო მთელი ქონება, ჩადო და გააგორო და ორჯერ მეტი წამოიღო სახში, მაგრამ ერთი პატარა მაგრამ არის, ხო? ეს მაგრამ უბავს ყველაფერს. ხო. იგი დარჩე უბინაოდ. მე არ შემიძლია მიყვარდეს ან არ მიყვარდეს სომხეთი. მიყვარდეს ან არ მიყვარდეს აზერბაიჯანი. ეს თემა პოლიტიკაში მინდოდეს ევროპა და ჩემი მეზობლები მეორე ხარისხოვან გაუნათლებელ ხალხად მეგონოს, ხო სწორია? მაგარი ვირეშმაკული აზრია, ხო სწორია? საზიზღარი აზრია, მაგრამ არ გამოვა ეს. ეხლა არსებობს გეოპოლიტიკა.
არსებობს სახელმწიფოთა ინტერესები, უსაფრთხოება, თურქეთი, ირანი, ჩვენ აგერ საქართველოს, რუსეთი, ამერიკა, ევროპა, ნატო ყველა არის მოთამაშე მთავარ არენაზე, რომელსაც სამხრეთ კავკასია, რატომ უნდათ სამხრეთ კავკასია? სამხრეთ კავკასია არის უზარმაზარი პლაცდარმი მეგა რეგიონისთვის, ეს არის შუა აზია, კავკასია, იმიტომ რომ შუა აზიის კონტროლს იძლევა მთლიანად და ახლო აღმოსავლეთის კონტროლს იძლევა. ჩვენი მდებარეობა, ჩვენივე ეს არის კოზირიც და ეს არის ჩვენი ერთი მხრივ მე შემიძლია გითხრათ. ის რომ დღეს საქართველოს მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში, ეს არის უნიკალური შანსი ჩვენ ძალიან ძლიერი სახელმწიფო გამოვიდეს. ვერავის ვერ ესაუბრები საჯაროდ ყველაფერს წერვან. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, იმიტომ რომ შენ რომ საქართველოს ხარ, შენ არაფერი არ გეკუთვნის, მაგრამ შენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკაში ამ ეპიცენტრში რომ მოიქეცი, ყველას ინტერესში რომ ხარ, ფუნქციას აიღებ, ჭკვიანურ ფუნქციას. მაშინ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს ფუნქცია. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. თუ ჩვენ ეხლა მოდით ახალგაზრდებს მიმართავ, ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი. კი, მაგრამ ევროპაში მიღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არ დგას. ეხლა სტაფილო თუ დაუკიდეს ვირს წინ, ეს საუბარი არის. ეს უთხრათ ამ საზოგადოებას, რომ ევროპამ თვითონვე დაკეტა საკუთარი ჭიშკარი 2030 წლამდე. მე ყველაფერს ვადევნებ თვალთ. პოლიტიკის დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე საკითხი ევროპაში მიღებისა არ დგას. დადგება თუ არ არავინ არ იცის. ეხლა როტი ჩამოვა ორჯერ გათხოვილი კაცი და რაღაცას გეტყვის და ის რომ არიქა ევროპა არ გინდათ, ეს პარაზიტი ევროკავშირის ელჩი. ნახეთ როგორ ცუდ რაღაცებს აკეთებს. ამას რა მნიშვნელობა არ დგას. მეორე ხვალ გავიღვიძებთ ჩელიაბინსკში. ხო სწორია? კი, მაგრამ ეს საიდან მოიგონეთ? ეს რადონის ტყუილი. რუსეთში მიღების და რუსეთში შესვლის საკითხი არა მარტო არ დგას, არამედ ეს რომ ქართველმა დასვას, ეს რომ ქართველმა დასვას, ის არის ტერიგი არ არის, ის იდიოტია უბრალოდ, სულელი, იმიტომ არაფერი ჭკვა არ მოეკითხება და უნდა გაგეცინოს. ამიტომ რუსეთთან შეერთების საკითხი არ დგას. გამორიცხული. აბა რას ვაპროტესტებთ? მოდი. არც ვკითხოთ. აი მაგას კითხულობ, კიდე გეუბნებით, ყველა დონეზე მოვალ აუდიტორიაში უნივერსიტეტში. კი ბატონო, ეს უნდა გავაკეთოთ. აი ეს არის ფაქტი. გეთანხმებით. ეხლა რას ვიტყუებ თავს? ევროპას გვართმევენ, რის ევროპას გვართმევენ? ვინ გიშლის ევროპასთან ურთიერთობას და 30 წელია ევროპასთან ურთიერთო, ფულები მოგაკ, შენი პარაზიტი ხელისუფლება და შენი ოპოზიცია, რომელიც იკვებება ამ ფულებით, ჯიბეში იდებს ამ ფულს, ქვეყანა რა დღეშია, კი ხედავთ? და ის რომ აქ გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო ამ ფულს გაძლევენ და მოსყიდვა ხდება ამ ელიტებისა, იმიტომ რომ შენ არ წახვიდეს სხვა მოთამაშეების მხარეს. კი ბატონო, ეს არის მიზანი. ეს არის თავი. კი ბატონო. ჩვენ და ამ ჯანსაღთაობასაც ახსოვს ახლა თუმთლად სულ რაღაც 10 წლის წინათ კიევში მაიდანი ჩატარდა. კიევის მაიდანი ცნობილია. 10 წლის წინ ზუსტად 10 წლის წინათ ის დაჯდა ვიქტორია 5 მილიარდი დოლარი. 6 მილიარდი. ნორლანდია თუ რა გვარია ეს ქალბატონი ვიქტორია. და გვახსოვს ის რომ ვორცხობილებს ააგლებდა. ამ სცენარის მიხედვით მიდიოდა ნაბიჯები. ყველაფერი იყო გამოჩნდა. ზუსტად იგივე არის. ზუსტად იგივე ხდება. ეხლა ბავშვების ჩართვა, ოღონდ აქ ისეთი არამზადული ჩანაფიქრია და ისეთი რაღაცა ზაკრული ჩადებული არ გაბედოთ აქედან ყელს გამოგჭამთ ქართული საზოგადოება. ღმერთმან უქნას იქ რომელიმე ბავშვს რაღაცა დაემართოს. გინდა იქთან მხარეს, გინდა აქეთან მხარეს და ნუ გაგიჟდით საერთოდ რა. როგორ შეიძლება ბავშვის გამოყენა? ამას წინათ ვნახე ახლა ისინიც მომწერეს და რაღაცა ბავშვთან სოფლიო უფლებები თუ საერთაშორისო უფლებები თუ რაღაცა რომ ბავშვი ტვინ გამოლაყებული ხარ. რა თქმა უნდა, რომ უფლება აქვს რაღაცა აქტიური მოქალაქე გაზარდოს. კი, მაგრამ დასავლეთმა ბავშვებს სქესში შესვლის უფლება ხომ მისცა? მარაზმი სრული და ეს გვინდა საქართველოში, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი.
6 მილიარდი დაждდა მაიდანი. გცემს მაიდნის უნი აქ. გამოუვა. კიდე გეუბნები. აქეთკენ მიდიან, მაგრამ გამოუვა თუ არა. შანსი არ არსებობს. всё, უთხრათ. ნული შანსია. რატომ? შემოკარგებო, ჩვენ იმიტომ ვართ უფროსი თაობა, რომ რაღაც გზა გავიარეთ და იმდენი პასუხისგებლობა გვაქვს, რომ თქვენ გესაუბროთ. ახალგაზრდები რევოლუციას ვერ აკეთებენ. არავითარ საფრთხეს ახალგაზრდობა ხელისუფლებისთვის არ წარმოადგენს. რო დაამხო ის ბავშვები მით უფრო, მაგრამ აქ არის მზაკრობა, იქნებს ხერპლი იქნეს. რომელიც გადაარევს საზოგადოებას და გამოიღოს რევოლუციას აკეთებენ პროფესიონალი პოლიტიკური პარტიები, თავიანთი სერიოზული, ძალოვანი მომზადებით, მაგრამ ხელისუფლებაში ვიღაც უნდა ეხმარებოდეს მათ. თუ ხელისუფლება არ ეხმარება და მე ავხსნი, ყველა რევოლუცია გაკეთდა ხელისუფლების დახმარებით. გარკვეული ჭანჭიკები გამოჩნდნენ უკვე. 2003 წლის მე იქ ვიყავი და ვიცი შევარდნაძის დიდი მცდელობა მაინც არ მოიტანდა შედეგს, უცხოელებს ნუაბრალით ამათ, შიგნით პოლიტიკურ ლიდერებს რომ არ დაეშვათ კოლოსალური შეცდომები, ვერანაირი რევოლუცია. 2003 წელი, ესე იგი, მოდი ყველაზე ცნობილი დიდი რევოლუცია ავიღოთ 1917 წლის, რომელმაც გვამყოფა ჩვენ 70 წელი. კი ბატონო. ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის იმპერიის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შტაბი, ელიტა მათი. ეს იყო ყველაზე პატრიოტული, რუსული პატრიოტული ელიტა, რომელმაც და კონტრდაზვერვა და დაზვერვა სამხედრო, რომელმაც ზეპირად იცოდა ვინ ვისი აგენტი იყო, რუსეთი იყო სავსე გატენილი აგენტებით, ისინი ეძებდნენ ლენინი იყო თვითონ გერმანიის აგენტი. ლენინი საერთოდ არ მონაწილეობდა. არა, გავიგე, მაგრამ რევოლუცია ტექნიკურად შეასრულა დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ, მაგრამ მეთაურად არჩეული ყავდათ და თელი რომ იტყვიან სამ კაცზე, ეს იყო სტალინი, ძერჟინსკი და ურიცკი. ამიტომ იყო საუბრები წლების წინ, გახსოვთ ხო, სამხედროების აგენტი იყო სტალინი, აგენტი კი არ იყო, სამხედროებმა გააკეთეს სტავკაო რო იტყვიან სტალინზე, იმიტომ რომ ეს იყო არა აგენტი, არამედ ეს მოემსახურებოდა იმას, რომ რუსეთი გადარჩენილიყო. ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც გადაარჩინა რუსეთი, იყო სწორედ ქართული ჯგუფი, იგივე ებრაელისა და ორი ებრაელის მეშვეობით. კი ბატონო. ეხლა ხანს გავიგეთ რაღაც რამდენიმე დღის წინათ, რომ ზელენსკი უკვე სანქციები გამოაცხო ივანიშვილისა და მისი დამხლები დაახლოებით 20-მდე პირის მიმართ. რამე შესრულის ეს? არა, რა თქმა უნდა. ხელისუფლებას ხო არ გახდის იძულებულს, რომ გააწვევინონ ელჩი და გამოიწვიოს ელჩი უბრალოდ და დაამთავროს ეს არ არის საფრთხე, იმიტომ რომ ეხლა სანქციები ეხლა უკრაინაში რატომ უნდა ჩავიდეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურად? აქეთ გამოიწვიოს მეთქი იმას ვამბობ. რა თქმა უნდა, კონსულტაციებზე შეიძლება, მაგრამ ეს პროცესი უკრაინაში მალე დასრულდება, ზელენსკი იქ აღარავინ აღარ იქნება, რა უბედურებაშიც გახვია ქვეყანა, ეს ცალკე საუბრის თემა არის. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლება. მაქსიმუმ ელჩს თუ გამოიწვევს კონსულტაციებისთვის, მეტი არაფერი. ზელენსკი ეს არალეგიტიმური პიროვნება არის, მას გასული აქვს ვადა, არანაირი ხო, მაგრამ ამას ჯერჯერობით დასავლეთი უჭერს ხარს. დასავლეთი უჭერს, ნახეთ, რა გახმაურდა. გარკვეული ძალები უკვე თორე შესუსტეს. რა მხარდაჭერა ის, როდესაც გახმაურდა ბლინკენის მოწოდება ზელენსკისადმი, რომ ჩვენ გიჭერთ მხარს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწვევის ასაკს ჩამოიწევთ ქვევით და 18 წლის უკრაინელ ბიჭებს გაიყვანთ ფრონტზე. და ამერიკელების შეფასებას გეუბნები.
ამნაირი მეგობარი რო ყავს, მტერი აღარ გჭირდება. ეს ისედაც. გამიგეთ რა? ეს ისედაც ფულს მოგცემდი არ არის, მოგცემ და 18 წლის ბიჭები, ახლა მოუყარე თავი უკრაინაში, იგიც გათაობა გაწყვეტილია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა. ეწოდება მე უკრაინული ხალხი. უკრაინელი ხალხი, რა თქმა უნდა, მე მithumetes 6 თვე ცხოვრობდი უკრაინაში და კარგად ვიცი რაც არის და მათი ლიტერატურაც ვიცი ყველაფერი, მაგრამ ეს არის კოლოსალური და აქ დეფექტი არის ხალხში, იმიტომ რომ ეს ხალხის ომი იყო. კი ბატონო, რახან დასავლეთის აი ამ მიდგომას შევეხეთ. აი, სულ რაღაც 2 დღეა გავცელა ინფორმაცია, რომ ამერიკაში კონგრესის დონეზე გადაწყდა, რომ დაასანქცირონ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები. იმის გამო ამერიკისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება გააკეთა. ლამის პორტარტურის შპიონად გამომაცხადეს, როდესაც წლების წინ დარჩინი ამ მარიონეტულ ინსტიტუტებს, რომელსაც ქვია სტრასბურგის ადამიანის სასამართლო, ჰააგისა. კი, დასაცინი კი არის, მაგრამ ეხლა ვიღაცა ეს ხო ანგლო-საქსონური სისტემის პოლიტიკური მექანიზმებია, რომლებიც ამერიკელებს ეს ყველაფერი აღარ ჭირდებათ, სხვა რამე ჭირდებათ, ამიტომ დაასანქცირებენ და უარესად გააკეთებენ. და კარგსაც იზამენ. არ შეიძლება ისეთი რამე დაუშვა, რომ ხალხი ასამართლონ პოლიტიკური დაკვეთით და მე აღიარონ, რომ ეს კაცი არ იყო ბატონო, ეხლა მე დამნაშავე. ხო გახსოვთ ყბადაღებული ეს ბერბოკები, ბრინკენები და სხვაები და სასამართლოს თავისუფლება ქართული და ერთ ვაი უშველებელში რო არიან. ამ დროს მოგწონს, არ მოგწონს, ეს სხვა საკითხია. თვითონ ამერიკის მიერ აღიარებულ და მსოფლიოს მიერ აღიარებულ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებას უწესებ? რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ აი გაწყდა ყველაფერი, დამთავრდა ყველა. აი დემოკრატიაზე საერთოდ სიტყვა რა ვიცი ხარ, როგორ უნდა მოიგონა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამე, ეს უკვე მკვდარი ინსტიტუტებია. გამიგეთ რა? ეს არის დროში გაჩხერილი, წარსულში ჩარჩენილი ინსტიტუტები, რომელიც ახალ რეალობას არ შეესაბამება. და ბარემ მივაყოლოთ ბაიდენის მიერ საკუთარი დამნაშავე, ზედამნაშავე შვილის შეწყალება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კაი შეფასება თვითონ ამერიკის მთავარმა გამოცემებმა გააკეთეს. თავისი შვილი კი არ შეიწუნა, რომ თავისი თავი შეიწა. დამარხავი არ გამოუჩნდება თუ რა მომდევნო. განახათ ამერიკული გაზეთები ამაზე კაი მაგარი ხოხმა არის. თქვენ გენდობით ვიცი. გადატრიალება უკვე ჩვენ ნანახი გვაქვს 91 წლის დეკემბერ-იანვრის, 2003 წლის ნოემბრის, 2000 აგერ როდის იყო ეს რომ მოაწყვეს ახლა კიდე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ესეც იყო მაგარი ცდელობა. ღია ტექსტით ვისაუბრე მე ამაზე მაშინაც. ეს იყო სპეციალურად ორგანიზებული შემოგდება მეორეჯერ განსაკუთრებით, თუმცა პირველიც იგივე იყო ოპოზიციის ორგანიზებისთვის და აგებისთვის, იმიტომ ოპოზიცია იყო მკვდარი. არანაირი კანონის შემოგდება საჭირო არ იყო. მივიდოდა ეს არჩევნებამდე, მაგრამ აი აქ იყო ოცნების ორგანიზატორული ხელი და მე არ დამიმალავს, რომ ეს მათი მეშვეობით მოხდა. შეუწყოს ხელი. რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ზეწოლის შედეგი იყო, მაგრამ ბიძინამ არ უარყო ის, რომ მე ვარ მიმეღო ეს ღონისძიებები, ასე ხო არ იქნებოდნენო. ხელებული. ასე ხომ არ იქნებოდნენ ორგანიზებულიო, მიხდით ხო? ამიტომ რა რიცით, ამიტომ ვამბობ მე ახალგაზრდებს, ჩვენ ძალიან ინტენსიური კონტაქტი უნდა გქონდეთ. მე ახლა ისეთ რამეებს ვსაუბრობ, რომელიც არ შეიძლება იცოდეს პოლიტიკაში არ მყოფ ადამიანმა, რომელსაც ის კუნჭულები არ უნახავს. მე ღია ტექსტით, იმიტომ რომ ჩემი პასუხისგებლობა არის გრანდიოზული. მე ჩემ თავს მე დავავალე, რომ ეს ვაკეთო. ამიტომ
მე რაც ვიცი, მინდა ეს ყველაფერი გადავცე ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მინიმალურ დროში, რომ შემდეგ მათ თავი მხრივ განვითარდნენ და კიდე მეტი აიღონ და უკვე მზად მოვიდნენ ქვეყნის სამართავად. დიახ, გაწყვეტილი ხიდები, ჩატეხილი ხიდები უნდა აღდგეს, ჩვენი ვალდებულებაა. მე ვხედავ უამრავ შესანიშნავ ახალგაზრდას, რომელსაც ჩვენ არ შეიძლება სხვა მიზნები გქონდეს. როგორ ჩვენ წავალთ, ისინი მოვლენ. თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ღმერთმა სხვანაირად მოგნას. მაგრამ თაობებს შორის არ შეიძლება. აი ერთმა ახალგაზრდამ დამიწერა თქვენ სულ აკრიტიკებთო ახალგაზრდებსო და ეს მამათა და შვილების. არა, მსგავსი არაფერი, არანაირი კონფლიქტი არ არსებობს ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. უბრალოდ არის რადიკალიზებული ნაწილი, რომელიც აგრესიული პროპაგანდის მეშვეობით გამოყენებულია ინსტრუმენტად, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან პროტესტის მონაწილენი და ჩვენ სწორედ ამ ხალხთან გჭირდება დიალოგი. კი ბატონო, მართალი ხართ. აი ამ სახელმწიფო ინსტიტუტები რო ამოქმედდა იმ პერიოდში, აი ხა დაჭერები რო წავიდა, ხო? აღმოჩნდა რომ მომიტინგეთა შორის სამი ქვეყნის ასე ვთქვათ მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ეს არის ბელორუსია, ეს არის რუსეთი და ეს არის ბრიტანეთი. ნუ აი ხა სხვადასხვა რაოდენობით, მაგრამ არის. ანუ ეს ნიშნავს, მე ვნახე კიდეც YouTube-ზე მოვისმინე ერთი რუსი დაჭერილის ასე ვთქვათ ისა, იქ რაღაცას თავს იმართლებს, მაგრამ სინამდვილეში ხა შემთხვევით არ ხდებიან ეგეთი რა, სხვა ქვეყანაში თუ ტურისტად ჩამოდი, რა გინდა ხა მიტინგზე, ასაჩერები და მით უმეტეს ეგ რაღაცას აქტიურობ, ხო? ეგრე არ ხდება ეგ ამბები, ვიცით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ რაღაცამდე მივიდეს და სხვა ქვეყნები ჩაერთოს. ჩვენ ამ საქმეთის რესურსი გვაქვს. ეხლა ნახეთ, კაციშვილი, ნახეთ მე ეხლა საინფორმაციო ომის კუთხიდან ვსვამ შეკითხვას. აი 8 სულ ცოტა 8 მოქალაქეა სამი ქვეყნის დაჭერილი, ხო? სამი ქვეყნის წარმომადგენელი. შეიძლება მეტიც არის. სად არის სახელმწიფო ინსტიტუტების, ვისაც ეს ეხება, ძალოვანი და მთავრობის პრესსამსახურების განცხადება, მათი ჩვენება, მათი აღიარებითი რაღაცა მონაკვეთები, ფრაგმენტები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნახეთ რა შეეცაქმე. შეგნებულად არ გამოაქვთ ეს ინფორმაცია, რომ მიიტანონ ხალხამდე თუ რა? ეს მდგომარეობა საქართველოში შეგნებულად არის მიშვებული წლებია. დავანებოთ თავის წინა ხელისუფლებას. კი, გაძეძგილია საქართველოს 12 წლის განმავლობაში. 20,000 უცხოელი აგენტი იღებს, უცხო ქვეყნის აგენტი იღებს ხელფასს საქართველოში. აუ. ეს მე გეუბნებით ის რაც ცნობილია და მათ შორის სტატისტიკა არსებობს. ორ ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაციას თავისი აგენტი ყავს საქართველოში. ერთს დაახლოებით. ეხლა მე კაცი, რომელიც ლექციებით, წიგნებით, სტატიებით ვარ დაკავებული, მაგრამ ჩემ მოქალაქეობა მე ვიცი ეს. გასაგებია, მე ინფორმაციის წყაროები ჩემი წარსული საქმიანობიდან მაქვს და გაზეთიდან და ტელევიზიიდან არ ვიგებ ამბებს, ხო? 20,000 კაცი მიშვებული, რომელიც ძირს უთხრით სახელმწიფოს. ეს არის ისა, არა სამთავრობოები, ეს ჭრელა პარტიები. 2094 წლის მერე თორცები მილიარდი დოლარია ჩადებული ამ ხალხში. ეხლა მოდით შევხედოთ თბილისი, ატკატები, რასაც უწოდებენ, გამოვაკლოთ, სულ ცოტა ამ პატარა ქალაქში, ამ პატარა სისტემოწარმომქმნელ არასამთავრობო ორგანიზაციებში და რამდენიმე ჭრელა პარტიაში 600 მილიონი დოლარია ჩადებული. ეს რა მონაკვეთში დროის? 20 წლის მანძილზე. ხო. დიდი თანხმობა. 30 წლის იყოს. რა მნიშვნელობა? არავითარ. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? 1995 წლიდან. მოდი ავთვალოთ 95 წლიდან. 29 წელი. როდესაც მე ვაშინგტონში ვიყავი და უშიშროების საბჭოში მქონდა, იქ საშინელი რეაქცია მქონდა და პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ორ რამეზე გავაკეთე და აქცენტი, რომ
პენსილვანიის საგუშაგ კოშკი, ანუ იეღოველებს რასაც უწოდებენ, მეოთხე რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის, ეს არის თქვენი შეცდომა, იმიტომ რომ პენსილვანიის საგუშაგ კოშკის ადგილი არის პენსილვანიაში. ხალე. მეოთხე ოფიციალური პირები, რომლებიც ერევიან ქვეყნის საქმიანობაში, აფინანსებენ, ატკატებიან და ასე შემდეგ, მოაცილეთ საქართველოს, არ მინდა ახლა გვარებზე ვისაუბრო, სანამ არ მომხდარა ძალიან ცუდი რამ. თქვენ ამით საკუთარი თავის მიმართ, ანუ ამერიკის მიმართ აღვივებთ ცუდ განწყობას. ხალე. და მათ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ გააღვივეს ეს ყველა. გადააღვივეს უკვე. ესე იგი, გააჯირჯულეს. მოდით ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ. როდესაც უშიშროების, ქართული უშიშროების სამსახურებს არ მიცეს ნება გაეკეთებინათ ის, რაც მათ ევალებოდა, ცნობილი ადრე კუხალაშვილია ხო მგონი ძალიან სერიოზული კაცი, რომელიც გამოვიდა, რომელიც ადრე უშიშროების, ძალიან სერიოზული პიროვნება, რომელმაც თქვა ის, რასაც სისტემა ვერ ამბობს. ეხლა რა გიკვირთ კიდე გეუბნებით? ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით, ხელისუფლების წაქეზებით და ხელისუფლების მხარდაჭერით სხვა ქვეყნის აგენტების საქმიანობა. პირდაპირ. მე ვაპირებ მის მოწვევას აუცილებლად. ეხლა თუ რაღაც ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება, ეხლა მოდი ღიად გავხსნათ ეს. რომ ნახეთ, რომ შეიძლება ხელისუფლება დაკარო დაემართათ ის, რასაც ელდა ქვია. გამიგეთ ხო? ელდა რო დაგარტყამს ხო? ესე იგი ეგონათ რომ ყველაფერი გახაზირებული ქონდათ, ყველა ნაყიდი იყო, ყველა რაღაცა იყო, ეს იყო და ამ დროს ქუჩამდე მივიდა საქმე. ეხლა თავის შესანარჩუნებლად ისინი აკეთებენ ამას, მაგრამ არ ვიცი რას გააკეთებენ. აქვს პერსპექტივა ამ პროტესტებს ხაზს უსვამ. მე ზუსტად გეუბნებით. თუ ივანიშვილი არ მონაწილეობს ამაში, არაფერი, უბრალოდ არაფერი მოხდება. კიდე გეუბნებით. მოდით, აი ახლა გულის ტკივილით გეუბნებით. ყოველ საღამოს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები გამოდიან და პედაგოგებს ისვრიან და ამით შეიძლება ხელისუფლება ჩამოაგდო? არა, ცხადია არა. რატომ ტკივა, იცი გული? ახალგაზრდებმა ასე საკუთარ თავს როგორ უნდა მიაყენოთ შეურაცხყოფა, რის ხელისუფლებას ჩამოაგდებთ, კაცო, არ გამაგიჟოთ ერთი. რისი დაუმორჩილებლობა, სადა გაქვთ მაგის ძალა დაუმორჩილებლობა, ეს უნდა იყოს სუპერორგანიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მთელს ქვეყანაში გამჯენილია და ამასაც თქვენ რისი ჩამომგდებები ხართ, რა მასხრად იქნებთ, გეუბნებით თავს, ტკივა ძალიან გული, თორე რატო გეტყვით ეხლა, ხო, ვიღაცა შეიძლება იფიქრო და რაღაც ცუდი აზრები მოგივიდეთ, მნიშვნელობა არ აქვს. გასაგები. გამოიკვეთა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასაჭერი, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ის რაც მისცა მან თავს უფლება, ეს არა მარტო პრეზიდენტს არ შეეფერება, ეს არ შეეფერება რა დიპლომატი ყოფილა, მაგ ვერ გავიგე, ჯერ რასაც სისულელე განცხადებები აკეთა. მეორე შეურაცხყოფს სახელმწიფოს და შეურაცხყოფს ქართველებს. მისი ყველაზე დიდ რამეს მოესწრო, ვერასდროს რო ვერ მოესწრობოდა, გასაგებია ამ არაფორმალური მმართველობის გამო და ქართველმა ხალხმა ისევ რომ იტყვიან გადაყლაპა დაბანგულმა ქართველმა ხალხმა გადაყლაპა მორიგი პორცია რომ ვითომ იმ დიდი პატრიოტი ემიგრანტები შემოავლებიან ამ დროს ძარცველი ემიგრანტები ესე უდიდესი დანაშაული და ეს ადამიანი ყველაფერი ჩანს კრიზისის დროს გამიგეთ ხო შემთხვევით არ არის რა თქვა პოლიტიკაში თუ გინდა გიცოდე პოლიტიკოსის მასშტაბი კრიზისის დროს უნდა ნახოთ მე რაც კრიზისის დროს თქვენ საინტერესო რაღაცა ბრძანეთო დასაჭერიაო მე გეთანხმებით აი ნახეთ ამის ხვე პირდაპირ გეუბნებით რატო ქვეყნის მთავარ სარდალმა მოუწოდა ჯარს აი ყველაფერს თავი მოუწოდა ჯარს რომ გამოვიდნენ და დაიცვან მომიტინგები. აი ეს ხომ არ დაიჭერდა, რა თქმა უნდა დაიჭერეს
ეგრეთ წოდებული ის რა ქვია ბალტიისპირეთის ქვეყნის კერძოდ ლიტვა თუ რა ქვია იმას ახლა ლიეტუვას პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენელმა შესთავაზა სალომეს თავშესაფარი კი არა საჭიროების თავშესაფარს თავაზობენ იმ ადამიანს რომელსაც იციან რომ დაიჭერენ რომელსაც ემუქრება რაღაც მე ბატონ გიგლა ნახეთ მე რატო ვერიდები ადამიანურად მე არასდროს არ შევასწრებდა ქალბატონ სალომეს მეუღლე და მე მეგობრობდით მეც ვიცნობდი ძალიან მაგრად კი ბატონო ვიცნობდი მეც სერიოზული კარგი მოაზროვნე მაგრამ მე არაფერი არ შემიძლია დავაყენო წინ ამ ქვეყნის წინ დამთავრდა ეს აქცია ამ სახელმწიფო დამთავრდა მე ახლა ვაფასებ პოლიტიკურ როგორ ვის ჯარს მოუწოდებ შეკაიკალო არის ძირო ჯარი შეიძლება მხოლოდ გარე აგრესიის დროს იყოს და მეტი მიცი შიგნით გამოყენება არ შეიძლება ეს ხო გადატრიალებაა კი ბატონო ამიტომ ვარ წყლაპოში ახლა მოდით თავარი ვთქვათ რასაც ჩვენ აუცილებლად გავაშხერებთ აუცილებელია ამ ჭაობიდან გამოსასვლელად და მართვის ეს სისტემა ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო პრაქტიკულად მართვის სისტემა რომ პარტიული პარლამენტია რომელსაც გამაწონასწორებელი არ აყავს ეს არის ტრაგედია ეს არის დაცემული ქვეყნის მოდელი არ შეიძლება ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან სერიოზული მსჯელობის მერე მოდელი ცნობილია ყველაზე მუშარა იქნება საპრეზიდენტო მმართველობა ოღონდ პრეზიდენტი ჩაკეტილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ჩინთვე. იგი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების და არა ასეთი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ პრეზიდენტი. იღებს თავის თავზე აღმასრულებელ ხელისუფლებას. რომელ ქვეყნებში ეს მოდელი? ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოდელი არის ამერიკის მოდელი, იმიტომ რომ პრეზიდენტი, რომელიც ჩაკეტილია აღმასრულებელში, თუმცა ეს მარტო იქ არ არის. მეორე კედელი საპარლამენტი რომელსაც პრეზიდენტი ვერ ეხება, რას ქვია დაშლის დამოშლის, რას ქვია დაშლი, ვერაფერს ვერ დაშლი. კრიზისის დროს ისე უნდა იყოს გაკეთებული და ჩვენ ეს გქონდა კონსტიტუციაში და მე ვარ მონაწილე ყველა იმ დიდი დეპუტატებისა, რომელიც ჩვენ ჩავახჩეთ პარლამენტის დარბაზებში და არ გამოვიტანეთ ქუჩაში, იწყებოდა 2001 წლის კრიზისი, ძალიან სერიოზული. ხო, მაგრამ თქვენ 95-ის კონსტიტუციას გულისხმობთ, ხო? დიახ, ის როგორ იყო, იცი და აი მაშინ ჩვენ შევძელით ერთმანეთის დაბლოკა, პრეზიდენტი დაბლოკა პარლამენტმა, პარლამენტი დაბლოკა პრეზიდენტმა. კედელი იყო კედელთან. და მესამე, რომელიც ამ დაპირისპირებაში არბიტრი იქნება, უზენაესი სასამართლო უნდა იყოს. ამიტომ ეს გაწონასწორება შეკავების მექანიზმი თუ არ არის ჩადებული კონსტიტუციაში ჩვენ უბედურების მეორე ვერცეთ ქვეყანა რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს თუ ჩვენ მაინდა-მაინც გვინდა პარტიული იყოს მაშინ ორ პალატიანი გაკეთდეს ქვედა პალატა იქნება პარტიული წარმომადგენლობა ზედა პალატა იქნება რეგიონალური წარმომადგენლობა და აქ ჩვენ მივადექით ყველაზე პოლიტიკური უპასუხისგებლობის მწვერვალს 34 წელი გავიდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობიდან და კომუნისტური ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის სქემას ვერ გასცილდა ქვეყანა. მოიმიზეზეს აფხაზეთი ესენ ბლეფიეს. 95 წელს ამის დრო არ იყო. ამიტომ 95 წლის კონსტიტუციაში ორი რამ იყო მოსაგვარებელი. ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა და მთავრობის საკითხი ხომ გახსოვთ სახელმწიფო მინისტრი იყო და არა მთავრობა. ბატონო, კი, არა მე. ესე ორი საკითხი, თორე ძალიან კაი კონსტიტუცია იყო. თანაც მიიღეს არანორმალურად ჭრელი პარლამენტის დროს, ხო? აქედან ჩემი არგუმენტი რანაირი ჭრელიც არ უნდა იყოს პარლამენტი, თუ სახელმწიფოსთვის კარგი რამე კეთდება, არც ერთი წამსვლელი არ არის ქვეყნის წინააღმდეგ. აბალანსებენ ერთმანეთს. მიხდით ხო? ამ ვირეშმაკულ პარლამენტს, ერთპარტიულ პარლამენტს რო გააკეთებ მიზანმიმართულად, იქ მოდის მერე ის უბედურება. ესე იგი, აი ეს თუ არ გავაკეთეთ, ადმინისტრაციული ტერიტორიული უნდა გავაკეთოთ
ადმინისტრაციული ტერიტორიული სხვადასხვა მოდელია, მაგრამ ოპტიმალური შეიძლება შეთანხმება. ზედა პალატა გაკეთდება ტერიტორიული წარმომადგენლობებით, ქვედა პალატა პარტიულით, დაბალანსებით იქნება ამ ვირეშმაკულ პარლამენტს, რომელიც ახლა შევა, გამაწვანასწორებელი არ არის. გასაგებია. კეთილი. დავუკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ კიდე შევხვდებით, ბატონ დემო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა ხანი ეთერში ვართ. ვერ გელევით ხედავთ, აუდიტორიაც ექნება რეაგირება ამაზე, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის საღადმჟელობთ და გამოსავლისკენ მიუთითებთ და ქვეყნის განვითარებისკენ და არა თქვათ რაღაცა დესტრუქციული მოწოდებებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე შევკვირდები ჩემს ერთგულ მაყურებელს, ერთგულ პეკატივილებს, რომ დიდი გარღვევა ძალიან მალე დაგიბრუნდებათ. მომავალ შეხვედრამდე.